პარლამენტს ლეგიტიმაციას არ აძლევენ, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში 12 დეპუტატით მუშაობას იწყებენ. პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერების განცხადებით, ამის ერთადერთი მიზეზი პარლამენტში განსხვავებული აზრის არსებობა და მოქალაქეთა ინტერესების დაცვაა. თუმცა გასული 1 წლის განმავლობაში ეს პარტია 2024 წლის არჩევნებში ბარიერ გადალახულ 3 ოპოზიციურ პარტიასთან ერთად მათი მტკიცებით გაყალბებული არჩევნების შედეგებს ბოიკოტითა და პარლამენტში არ შესვლით აპროტესტებდა. ამის პასუხად გიორგი გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ პოლიტიკური ბრძოლის ეს ტაქტიკა უშედეგო აღმოჩნდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიღებთ ჩვენს თავზე პასუხისმგებლობას, რომ განსხვავებული აზრი დაბრუნდება საქართველოს პარლამენტში, რეალობის წინაშეც დღეს ვდგავართ, რომ ეხლა ლეგიტიმურს დაუძახებთ ოცნებას თუ არა ლეგიტიმურს მიუხედავად ამისა, ისინი რეალურად მართავენ ქვეყანას, ხებულობენ კანონებს და შემდეგ ამ კანონებს აღასრულებენ კიდეც, რაც რა თქმა უნდა აზიანებს ჩვენ ქვეყანას. აი ამ ზიანის რისკების შემცირება თუ არა საბოლოოდ და ბოლომდე აღაბოხრა, რა თქმა უნდა, იქნება ჩვენი ერთ-ერთი მიზანი, რასაც ძალიან მწვავე, მაგრამ ამავე დროს მშვიდი და თანმიმდევრული და ზომიერი პოლიტიკით და გავაკეთებ საქართველოს პარლამენტში. მოდით პირველ რიგში მათ ახსნან, რა გააკეთეს და რა ჩაიდინეს 4 ოქტომბერს და ვის უღალატეს და რას უღალატეს და მერე ილაპარაკონ და ისაუბრონ სხვების ღალატზე. ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერების განცხადებით, გიორგი გახარია ახლაც უცხოელების დავალებას ასრულებს და თან მხარდამჭერებ დაკარგულის პოზიციიდან პოლიტიკური თავშესაფრის სახით პარლამენტში შესვლას არჩევს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ამ ოპოზიციური პარტიის გუნდი ერთწლიანი დაგვიანებით მიხვდა. რა იყო სწორი პოლიტიკური ნაბიჯი? ერთი მთავარი ფაქტი არის ერთი, რომ მათმა პატრონებმა რეალურად მიხვდნენ და ჩახედეს რეალობას თვალებში. მოგიწევთ იმ რეალობასთან შეგუება, ჩვენ პარტნიორებს ვეთქვით, რომელი რეალობას დგას ჩვენს ქვეყანაში. იმ ღირსეულ გადაწყვეტილებებთან მოგიწევთ თვალებს ჩახედვა, იმ გადაწყვეტილებებთან, რასაც ქვია სუვერენიტეტის დაცვა. ეხლა გულწრფელად რო გითხრათ, რამეს მოუმატებს ეს საპარლამენტო ცხოვრებას ან დააკლებს, ამას ნამდვილად ვერ გეტყვით ჩვენი მხრიდან. ამ ჭყალებში ჭკვიან პოლიტიკოს გახარიას 1 წელი დაჭირდა, რომ მიმხვდარიყო, რომ პარლამენტი ლეგიტიმური იყო და თუ ასე გააგრძელებს, სადღაც 80 წლის ასაკში, ალბათ საშუალო დონის პოლიტიკოსაც ჩამოყალიბდება წელიწადში ერთხელ, რომ მიხვდება რა არის სწორი ნაბიჯი პოლიტიკაში გადასადგმელი. თავისივე ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგა და რო დაკარგა, ეხა პრაქტიკულად მიხვდა, რომ ყველა მხრიდან იქნებოდა ბულინგის მსხვერპლი და პრაქტიკულად პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა იმით, რომ ეხა შემოდის პარლამენტში. მრავალგზის მოღალატე, ასე აფასებენ ნაციონალურ მოძრაობაში გიორგი გახარიას. მას შემდეგ, რაც მან პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, ამბობენ, რომ ეს მოსალოდნელი იყო, თუმცა მათთვის მაინც პოლიტიკური სიურპრიზი აღმოჩნდა. გიორგი გახარია გახლავთ ქრონიკული მოღალატე, რომელმაც უღალატა ჯერ ივანიშვილს, მერე უღალატა საპროტესტო ელექტორატს, მერე უღალატა ოპოზიციურ შეთანხმებას, უღალატა მეგონი თან ბოლო ოპოზიციურ პარტიორსაც, ეგრეთ წოდებულსაც და საბოლოო ჯამში ეს კაცი ცდილობს თავის ეგრეთ წოდებულ გუნდთან ერთად, რომ დაბრუნდეს ქოცურ წიაღში და ეხლა რამდენად დაბრუნდება, ესეც ცალკე საკითხავი გახლავთ, თუმცა მისი განხილვა როგორც ოპოზიციური ძალის, რა თქმა უნდა, აღარ ხდება საპროტესტო ელექტორატის მიერ. პარტია გახარია საქართველოსთვის დეპუტატი შალვა კერესელიძე პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილის პროცედურული საკითხების გავლისათვის უკვე შეხვდა. ოპოზიციური, უკვე ოფიციალურად საპარლამენტო პარტია საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას რამდენიმე დღეში შეუდგება. პარლამენტს მიღმარჩებიან მანდატებ ჩახსნილი პარტიები: ლელო ძლიერი საქართველო, ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ცვლილებისთვის. ისინი პოლიტიკური ბრძოლის გზად კვლავ ბოიკოტს და ქართული ოცნებისთვის ლეგიტიმაციის არ მინიჭებას მიიჩნევენ. ალეკო გვეტაძე, ევრონიუს, ჯორჯია.